ყველას გამარჯობა ჩემო-კარგებო. დღეს 13 დეკემბერია და მინდა რომ გაჩვენოთ თუ რადევს ჩემი საშობაო ადვენტის კალენდარის მომდევნო ფანჯრებში. 8 დეკემბრის ჩათვლით ქონდა გახსნილი და ეხლა 9-დან 13 დეკემბრის ჩათვლით უნდა გავხსნათ ეს ჩემი კალენდარი და მოკლედ ვნახოთ ეხლა ჩემი კალენდრის მე-9 ფანჯარა. მე-9 ფანჯარა არის აი აქ. ეს არის მე-9 ფანჯარა. და მოკლედ ალბათ ისევ ტუჩსაცხი. მოკლედ ამდენი ტუჩსაცხები მე ერთად ჯერ არ მქონია. ლიფ ბალმა წერია, ტუჩების ბალმია. ნახეთ, აი ესე გამოიყურება. აი, აქ არის მე-10 ფანჯარა, როგორც ხედავთ. დავიტანჯე, რასაც ქვი. საკმაოდ რთული გასახსნელი კალენდარია. აი, მე-10 ფანჯარა აქ არის და ისევ ტუჩების რაღაცაა. მოკლედ რა მომუხერხო ამდენ ტუჩსაცხებს აღარ ვიცი. ეს იდო მე-10 ფანჯარაში, ნახეთ. ისევ ტუჩსაცხია. ბათერგლოს, ხო, ისევ ტუჩსაცხი. რა კარგი ფერი აქვს. შინდისფერი, კარგი მუქი შინდისფერია. ძალიან კარგი. სუნი აქვს ისეთი რაღაც ნაზი ვანილის. ნიქსის პროდუქციას ძალიან აქებენ ხოლმე. ჩემ ადამიანს ძალიან მიქო და მე არასოდეს აქამდე არ მქონია. სხვათა შორის დღეს ნიქსის ვარდისფერი ტუჩსაცხი მისვია, ცოტა გლოსით და იმდენად არ ჩანს, მაგრამ ძალიან მომწონს. რა კარგია, როგორ მიხარია. ვნახოთ ეხლა რა დევს მე-11 ფანჯარაში. მე მგონი ერთად გახსნა კიდევ უფრო დიდ სიხარულს მანიჭებს, ვიდრე ყოველდღე რომ პატარ-პატარა სიხარულები მქონდეს. მოკლედ მე-11 ფანჯარას ვეძებთ. აი, აქ არის მე-11 ფანჯარა, არ ვიცი. რამდენად აფიქსირებს, აი აქ. თუ არ შემოვაბრუნა, ისე ვერ გავხსნი. აი, ეს იდო მე-11 ფანჯარაში, ისევ აი ესეთი ვფიქრობ, რაღაც ერთნაირებია. ანუ ისევ ტუჩების ბალმი. ლაბელოს დაგვარი რა. ზამთარში ტუჩების დამატენიანებელი. ეხლა ვნახოთ რა დევს მე-12 ფანჯარაში, რომელიც გვერდით მე-11 ფანჯარასთან იქვე გვერდით არის. ხო, ესეც ტუჩების ბალმია. მოკლედ 3 ცალი ამოვიდა, ნახეთ. ოღონდ სხვა ფერებში. სხვადასხვაგვარ ფერებშია. ეს ორი თითქოს გავს ერთმანეთს. სხვადასხვაგვარი ფერის ტუჩების ბალმი დამატენიანებელი. რა მაგარია. და მოკლედ ახლა ვეძებთ მე-13 ფანჯარას და აქ უნდა გავჩერდეთ, რადგან როგორც გითხარით, დღეს გვაქვს 13 დეკემბერი. როგორც ხედავთ, ჩემო-კარგებო, ეს გვერდი, აი ეს მხარე უკვე მთლიანად გავხსენით და დავაცარიელეთ და გადავედით მეორე მხარეს. აი აქ არის მე-13 კარები, როგორც ხედავთ და გავხსნი ახლა და გაჩვენებთ რა არის შიგნით. მოდით ერთ ისე გავხსნი, რომ თქვენც დაინახოთ. აი აქ გვაქვს მე-13 კარები, როგორც ხედავთ, ჩემო-კარგებო და ზემოდან იხსნება. იმედია ცალი ხელით გავხსნე. ცალ-ხელში კამერა მიჭირავს. აი. მოკლედ ჩემო-კარგებო. აი, ეს იდო მე-13 ფანჯარაში. ასეთი უკვე ამომევიდა, ეს არის რუჟი. ანუ ლოყებზე წასასმელი, ეხლაც მისვია ის რუჟი, მე რაც ამომივიდა, უფრო ყავისფერში იყო, ცოტა ბევრი მომივიდა და ძალიან ავწითლდი, არ ვიცი ხა რამდენად ჩანს ეს ვიდეოში, მაგრამ მივხვდი, რომ ბევრი მომივიდა, საკმაოდ მუქი იყო და ეს არის შედარებით უფრო ატმისფერი, ძალიან მომწონს, ნახეთ, რა ლამაზია, იმედია ხედავთ. ძალიან მომწონს, კმაყოფილი ვარ ძალიან ნიქსის პროდუქციით. ჩემო-კარგებო, აქ მინდა რომ ჩაგისვათ შეპირებული მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი, რომელიც წინა ვიდეოში დაგგვერდით და
მე არაერთი მეგრელი მიყურებს, ვიცი და მოგეხსენებათ, მეც ნახევრად მეგრელი ვარ დედის მხრიდან. დედა ჩემი ცომაია იყო გვარად, ძალიან დასანანია რომ მასზე წარსულში მიხდება საუბარი და მე დედა არ ამყავს, მაგრამ რას ვიცამთ, რეალობა ასეთია და თვალი უნდა გაუსწოროთ. და მოკლედ მეგრელებს შეიძლება გაგიცინოთ ახლა ამ ხაჭაპურის რეცეპტზე და რა თქმა უნდა ისეთი მეგრული ხაჭაპური არ არის, რომელსაც დიდი დრო სჭირდება და სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი გამოდის. ეს არის ჩემი მოფიქრებული მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი, რომელიც ჩქარა შეგიძლიათ მოამზადოთ. ისინი, რომლებიც ჩემსავით ახალგამომცხვარი დედები ხართ და დრო არა გაქვთ სამზარეულოში, რომ დიდხანი ფუსფუსოთ და ცხოვრობთ საზღვარგარეთ და ხშირად გენატრებათ ხაჭაპური, ისევე როგორც მე. ძალიან მიყვარს როგორც მეგრული, ასევე იმერული ხაჭაპური და მოკლედ ხშირად ვაკეთებ ხოლმე. მანამდე ვაკეთებდი ფენოვანი ცომით, ორი ფენოვანი ცომით რო კეთდება და შიგნით ფეტას და მოცარელას რო აურევთ, მაგრამ აქაური ფენოვანი ცომი ისეთია, საკმაოდ მალე იფშნება, საკმაოდ ცხიმიანია და შემდეგ გადავწყვიტე რომ მომესინჯა პიცის ცომით. Pizza Teig, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, ყველა მიცით, XXL Pizza Teig როა წერია, შეგიძლიათ როგორც Aldi-ში, Kaufland-ში, ასევე Lidl-ში იყიდოთ და მხოლოდ ერთი პიცის ცომია საკმარისი რომ გამოაცხოთ ეს არაჩვეულებრივი და საკმაოდ სწრაფად მოსამზადებელი მეგრული ხაჭაპური. მოკლედ, ახლა ჩაგისვამთ რეცეპტს, რომელიც სპეციალურად თქვენთვის გადავიღე, რადგან შეგბირდით. შეგიძლიათ მოამზადოთ და გამოგებინოთ, რამდენად მოგეწონათ. აი ესე სახელდახელოდ გაკეთებული მეგრული ხაჭაპური. დღეს გადავწყვიტე ჩემო-კარგებო, რომ სახელდახელოდ მოვამზადო ხაჭაპური. ამისათვის მქონდა პიცის ცომი, ნაყიდი ცომი, მაცივარში მოვიხმარ ერთსავ ფეტას და ორ მოცარელას. ვინც გერმანიაში ცხოვრობს, ამ ხერხით მომზადებული ხაჭაპური ვფიქრობ ყველა მიცის, მაგრამ უმეტესად ადრე ვხმარებდი მე ფენოვან ცომს და შემდეგ მოვიფიქრე, რომ პიცის ცომი უფრო ახლო იქნებოდა იმერულ ხაჭაპურთან, როდესაც ცომის მოზელა არ მინდა და უცებ მინდა სახელდახელოდ გამოვაცხო ხაჭაპური. აი ეს პიცის ცომი გამზადებული, ერთი ფეტა, ორი მოცარელა და აუცილებლად მე ყოველში ვურევ კვერცხს, რადგან კვერცხი კიდევ აი ამ მთლიანი ყველის მასას უფრო ფაფუქს ხდის. და ახლა რაღაც ძალიან მომინდა რომ ხაჭაპური გამომეცხო. ზემოდან მე არ ხურავ ცომს. ვტოვებ ისე ღიად, ძალიან ფაფუკი და ძალიან რბილი გამოდის აი ამ გარეული კვერცხით. ახლა გაჩვენებთ ყველაფერს. აქ ამაქვს ფეტა. ერთი ცალი გეყოფათ და აქ ამაქვს ორი მოცარელა. ასევე რა თქმა უნდა ორი ცალი კვერცხი. აი სრულიად ეს ინგრედიენტებია, რაც გჭირდებათ სახელდახელოდ მომზადებული მეგრული ხაჭაპურისთვის. ჩემი ერთი ფეტა და მოცარელა და ამათი ნაზავი ძალიან გავს იმერულ ყველს. ჩემი მეგრული ხაჭაპურის გული, ერთი ფეტათი და ორი მოცარელათი და ორი კვერცხით. ახლა იმას აურევ ყველაფერს და ისევ დაგიბრუნდებით. აი ასე გამოიყურება ჩემო-კარგებო გერმანიაში მომზადებული ჩემი მეგრული ხაჭაპურის ვერსია, რომელსაც სახელდახელოდ ვაცხობ და აქ არანაირი რაღაც მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი არ არსებობს, არამედ როგორც გითხარით, მაღაზიაში ნაყიდი პიცის ცომით ვაცხობ ამ ხაჭაპურს და ეს არის მხოლოდ ჩემი ვერსია მეგრული ხაჭაპურის. ეხლა ღუმელი უკვე გახურებულია და სადღაც 20-25 წუთის განმავლობაში უნდა დაველოდოთ და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ აი ეს არაჩვეულებრივი ხაჭაპური. შევდოთ ღუმელში. აი ასე და დაველოდოთ. ნახეთ რა კარგად გამოიყურება ჩემი კვერცხის ერთი ცილა, რომელსაც ცოტა გულებიც გაერია. და ეს ჩემი საყვარელი ტაფა ძალიან მიყვარს, რომელიც ვიდეოში ძალიან დიდი ჩანს, მაგრამ ძალიან პატარაა სინამდვილეში. ჩემო-კარგებო, როგორ დაიბრაცა ჩემი მეგრული ხაჭაპური. ნახეთ რა გემრიელად გამოიყურება. მოკლედ, ვფიქრობ, რომ
ჩემებო რომ მეგრულ ხაჭაპურს კომენტარი არ ჭირდება. ეხლა გავჭრი და გაჩვენებთ. if რა გემრიელია. აბა ვინაკეთებს ჩემნაირ მეგრულ ხაჭაპურს ასე სახელდახელოდ ნახევარსაათში. ასე დავჭერი ჩემი მეგრული ხაჭაპური. აი ასე. გემრიელად მიირთვით, ახლა მივირთვე აი ამ ჩაისთან. გემრიელად მიირთვით, მოსინჯეთ და გამოაცხეთ. შეგიძლიათ ცოტა კარაქიც ჩააგდოთ ზემოდან. მოკლედ, დღეს გავხსენით მე-9 ფანჯრიდან მე-13-ს ჩათვლით, ანუ გამოდის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13. სულ 5 ფანჯარა გავხსენით დღეს თქვენთან ერთად, ჩემო კარგებო, და ძალიან მიხარია და ერთი სული მაქვს, როდის გავხსნი მე-14 ფანჯარას თქვენთან ერთად. დღეს სულ ეს იყო ჩემო კარგებო, მე აქ დაგემშვიდობებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკა დროებით. მომდევნო შეხვედრამდე.